ხორავას ქუჩაზე 17 წლის ბავშვი ღიმილის გამო მოკლეს. მეორე დილით კი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი აი ასე დაიწყო. ჩვენს ეთერში ახლა ლანა ბლიაძის რუბრიკის დროა და მოდით როგორ ვისწავლოთ სიმშვიდე და ბედნიერება. და აქ შემოდის ვინმე ლანა, რომელიც აგრძელებს. სიმართლე გითხრათ, გადავწყვეტეთ, რომ დღეს რუბრიკა დაგვესრულებინა ბედნიერებაზე საუბრით, თუმცა გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ თემა ასე სპონტანურად შეგვეცვალა, რადგან არა რელევანტური იქნებოდა ბედნიერებაზე საუბარი. მე პირველ რიგში გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს, რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ და ვიზიარებ მათ ძალიან დიდ ტკივილს და შევეცადეთ, რომ ჩვენი თემაც შეგვეცვალა და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მეგობრებო, შეიძლება სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეთ მიმიკას, ჟესტიკულაციასა და გამომეტყველებას კონკრეტულად აი ამ მომენტში. გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ თემა ასე სპონტანურად შეგვეცვალა. აი ამ სახით ლაპარაკობს წინაღამით გარდაცვლილ 17 წლის ბიჭზე. და მე ამატებს, რა ვქნათ, ახლა ბედნიერებაზე ლაპარაკი არ გამოდის. შევეცადეთ, რომ ჩვენი თემაც შეგვეცვალა და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. 17 წლის ბიჭი მოკლეს, ქალაქი წყალშია, ჟურნალისტი ციხეშია, კომიკოსი ნაცემია, ხალხს კრიმინალები პანტაპუნტით ჭრიან და საზოგადოებრივი მაუწყებელი გვიტარებს ტრენინგს იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არანაკლები სიგიჟე იყო ყაველაშვილის კომენტარი ამ ტრაგედიაზე. რაღაცა ერთ განხორციელებულ რაღაცა შეიძლება ნეგატიურ აქტზე, აი თურმე ინგრევა ქვეყანა და ეს რა ხდება და კრიმინალი გაიზარდა და შემდეგ. ისტრაკი. ჯერ რაღაცა ნეგატიურ აქტად ხომ აფასებს ამ ხელა ტრაგედიას. და რაც მთავარია, არც იმაშია ბოლომდე დარწმუნებული, რომ ნეგატიური აქტი. რაღაცა შეიძლება ნეგატიურ აქტზე, აი შეიძლება ნეგატიურია, ეჭვებშია. აი ასეთი მავნებლობის გავრცელებას უწყობს ხელს დღეს სამთავრობო მედია. ისინი, ვინც ყოველ საღამოს წლებია ამ ქვეყანას ეუბნებიან, რომ შავი თეთრია, ვინც გვაჯერებს, რომ დატბორილი ქალაქი ევროპულია, კალაძე კარგი მენეჯერია, ჟურნალისტი, რომელიც კორუფციას ხმამაღლა ამ ხელს აგენტია, ზელენსკი კლოუნია, ყაველაშვილი კი პრეზიდენტი. მე ვინც არ უნდა ვიყო, მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ და მე ვარ ქართველი და მე ვარ აი მარადიული საქართველოს ნაწილი.